სანამ პირველზე ხარ უნდა წახდე და მაშინ დარჩე. აქ მე შემოვიდანე სიკვდილის სიმბოლი. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი და ეს თავისუფალი პოდკასტია. ესე ჩემი პირველი პოდკასტი. გადავწყვიტე მოკლედ ჩემი ასეთ ფიქრების, იდეების გაზიარება. უფრო ფართო მასშტაბზე ვიდრე სამეგობრო წვეა და ამას თქვენთან ერთად გავაკეთებ, ვისაც დაგაინტერესებთ რა თქმა უნდა ჩემი პოდკასტები და შემდეგ იმედი მაქვს თქვენს აზრს დააფიქსირებთ კომენტარებში და მე ერთად ვიმჯერებთ ხოლმე სხვადასხვა თემებზე. ზოგადად მე ძალიან მიყვარს საუბარი, ძალიან მიყვარს ადამიანების მოსმენა და რაც მთავარია ფიქრი და ჩემი აზრით ზოგადად ადამიანები რომ უფრო მეტად საუბრობდეთ, სამყაროც იქნება მასე უკეთესი ვიდრე არის, რადგან რაღაცნაირად საუბარი ერთადერთი და მთავარი ის მთავარი ღირებულება ადამიანის, რაც გვაქცევს ადამიანებად და გაგვასწორებს სხვა არსებებისგან და მე ვფიქრობ, რომ არ აქვს ალტერნატივა, უბრალოდ აქვს ალტერნატივა საუბარს, უბრალოდ ეს არის ცუდი ალტერნატივები. ეს კი ძალადობა და უშუალოდ როცა საუბარი სრულდება, იქ იწყება ძალადობა. რაც ყველანაირად ჩემი აზრით ნებისმიერი ეს იდეა და მისწრაფება რომ ჩვენ ერთმანეთში რაღაცნაირად აზრები გავაზიაროთ, არის კარგი, ამიტომაც გადავწყვიტე მეც რომ დავიწყო ეს პოდკასტების კეთება და გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები ამ თუ თემაზე და შევქმნა რაღაცნაირად გარემო, რომ ისეთ გარემო, როგორც სამეგობრო წრეებშია, როცა საღამოობით ვიკრიბებთ და ერთმანეთს უბრალოდ ვესაუბრებით სხვადასხვა თემებზე, ვესაუბრებით ფილოსოფიაზე, პოლიტიკაზე თუ სპორტზე თუ მნიშვნელობა არ აქვს. ხო, ნაკლებად აკადემიური გარემო იქნება ჩვენს პოდკასტებში. ასევე თავს არ შეგაწყენთ რაღაც გამოჩენილი ადამიანების ციტატების მოწოდებით და რაღაც დაგუგლადი ინფორმაციების მოწოდებით. ამას უჩემოთ ის კარგად მოახერხებთ. მე უბრალოდ რაღაცნაირად ჩემი ანალიზს შემოგთავაზებთ. შეიძლება ის იყოს რა ინსპირირებული სხვა ლიტერატურისგან ადამიანებისგან, რა თქმა უნდა და უმეტესად ესე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩემი ანალიზი იქნება, შემეული ხედვა სამყაროსადმი და ნახოთ, იმედი მაქვს დაგაინტერესებთ და მოგეწონებათ. ხო და კიდევ ერთი რამ ნაკლებად მოვემზადები ხოლმე წინასწარ პოდკასტებისთვის და ესეც არ არის რაღაცა შემთხვევით ამასაც აქვს დატვირთვა. მე ვფიქრობ, რომ ბევრად საინტერესოა, როცა საუბარი გულწრფელია და არა აკადემიური და არა წინასწარ მომზადებული ტექსტებით. რადგან უფრო ცოცხალია ამ დროს მსჯელობა, უფრო გულწრფელია. შესაძლოა მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ ხა ის გულწრფელ სპონტანურ საუბრებში ბევრად უფრო ჩართულია ცნობიერება ადამიანის აზროვნებაში და ამიტომაც დიდია შანსი დაიბადოს რაიმე საინტერესო იდეა ან მოსაზრება. ბევრად ეფექტურიც არის ესეთი მსჯელობა ჩემი აზრით. ამიტომაც ასე წინასწარ მომზადებული ტექსტებით არ ჩავწერ ვიდეოებს. პირდაპირ ეს თქვენთან ერთად ვისაუბრებ გახსნილად, როგორც გითხარით, როგორც რა სამეგობრო წრეში ვსაუბრობთ. ვეცდები რომ უშუალო ვიყო. რაც შეეხება ჩემ პირველ თემას, პოდკასტის თემას, სიმბოლური დატვირთვაც აქვს და არა მარტო სიმბოლური, ზოგადად ეს იმდენად ფუნდამენტური თემაა, რომ კაცრავად დანარჩენ პოდკასტებსაც, სხვა პოდკასტებს, რომელსაც ჩავწერ მომავალში, ასე ვთქვათ, მოიცავს ყველას ეს პირველი თემა, ყველა დანარჩენს და საერთოდ ყველაფერს აბსოლუტურად. პირველი პოდკასტის თემა იქნება თავისუფლება. მე მინდა გესაუბროთ ამ ფენომენზე, თავისუფლებაზე. როგორც რაღაცნაირად ჩემი მხოლოდ ადამიანის რაღაცნაირად ეს ადამიანის თვისება არის, რომ გვაქვს ეს ფენომენი და ამ ფენომენთან ვცხოვრობთ. მინდა გესაუბროთ ზოგადად როგორ ესმის ადამიანების ნაწილს ეს ფენომენი, როგორ ესმის თავისუფლება.
მოგესალმებით, ძალიან არაერთგვაროვანია პასუხი, რას ნიშნავს თავისუფლება, რა არის თავისუფლების ზღვარი. აა ვისთვის რა არის ესე თქვა თავისუფლება და ვისთვის რა. ამიტომაც ავირჩიე ეს თემა, ამიტომაც იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს ზოგადად თავისუფლების მიმართ საზოგადოებაში. მინდა ამ დამოკიდებულებებზე ვისაუბრო. აა ჩემივით იქნება საკმაოდ საინტერესო. მოდით თავიდან დავიწყოთ. ჩავიხედოთ ცოტა წარსულში, ღრმა წარსულშიც. რამდენადაც უფრო უკან წავალთ, ადამიანი იყო, ასე ვთქვათ, ნაკლებად თავისუფალი და უფრო, როგორ გითხრათ, უფრო თავის ინსტინქტებზე დამოკიდებული. ამ ინსტინქტებასა და რაღაცა მის მოქმედებას, ქცევას შორის არ იყო ნაკლებად იყო ჩართული რაღაცნაირად აზროვნების ფაქტორი. ამიტომაც მალევე რაღაცნაირად ადამიანებს დასჭირდათ გარკვეული სისტემა, გარკვეული წესების ერთობლიობა, რომ შეგვძლებოდა ერთად ცხოვრება, ალბათ შეგვძლებოდა ამრიგად გადარჩენა, ალბათ мотиваცია იყო პირველი ეს რაღაც მაინც თვითგადარჩენის ინსტინქტი, რომელიც არის ადამიანში და არის ყველა ცხოველში და ყველა არსებაში, მათ შორის ადამიანში და ამ თვითგადარჩენის ინსტინქტმა გაიძულა რაღაცნაირად უფრო ეფექტური და უკეთესი იყო ერთად ცხოვრება და როდესაც დავიწყოთ ერთად ცხოვრება, გაჩნდა მოთხოვნილება გარკვეული წესრიგის შექმნის, ჩამოყალიბების. რა თქმა უნდა, ეს არ იყო რაღაც სასახად ცუდი მომენტი კაცობრიობის განვითარების გზაზე. პირიქით, შესაძლოა აუცილებელი მომენტიც იყო, ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი. კი, ალბათ ადამიანები როცა რაღაცა რაოდენობაში ცოტა გაიზარდა ადამიანების რიცხვი დედამიწაზე, ამან მით უმეტეს გამოიწვია გარკვეული კონტროლის მექანიზმების გაჩენის აუცილებლობა ადამიანებშივე და ეს მექანიზმები, რა თქმა უნდა, შექმნეს მეტად ჭკვიანმა, მეტად ძლიერმა ინდივიდებმა. მაგრამ ამ აუცილებლობას და ამ თვითგადარჩენის რაღაცა ინსტინქტის ინტელექტუალურ გამოვლინებას მოყვა ჩემი აზრით მთავარი ეპიზოდი ჩვენს რამაც შემდეგ შექმნა მთელი კაცობრიობის ისტორია და რეალობა, ჩემი აზრით, და სწორედ ამ თემასთან ვიდივარ, სწორედ თავისუფლებას უკავშირდება ეს, ასე ვთქვათ, დაიწყო გარკვეული ადამიანების მხრიდან დანარჩენი უფრო ბევრად მეტი ადამიანის შეზღუდვის მცდელობა. და რამდენადაც ვითარდებოდით, ესე ვთქვათ, და რამდენადაც წინ მიდიოდით და იზრდებოდა ადამიანების კაცობრიობის აღქმა ზოგადად სამყაროსადმი, ეს მასშტაბი ფართოვდებოდა, უფრო დაიხვეწა, ასე ვთქვათ, ეს კონტროლის მექანიზმები გამრავალფერობდა, ასე ვთქვათ, თუ რაღაცა გამოქვაბულის ადამიანს ჭირდებოდა კონტროლისთვის, მართვისთვის რაღაცა პრიმიტიული რაღაც ხერხები, და უშუალოდ დღევანდელ საზოგადოებას ჭირდება ასე უძლიერესი ფსიქოლოგების მიმართ შემუშავებული პროპაგანდა პლუს სასჯელავსრულების დაწესებულებები და ასე, ხო, ანუ და ამიტომაც გაჩნდა მოთხოვნილება ესეთი მექანიზმების შექმნის და ესეთი მექანიზმები იქნებოდა და მოდი განვიხილოთ ასე თითოეული მექანიზმი, რომელიც არის ასე მედროში ამ ეტაპის დაწყების რაღაცა საზოგადოებაში, ხალხში, კაცობრიობაში, რომ მცირე ადამიანების ჯგუფი მართვისა და კონტროლის მიზნით და გარკვეული წესრიგის მიზნითაც და შეიძლება წესრიგი არ იყოს თვალსაჩინო ცუდი სიტყვა, და პირიქით ალბათ კარგია. დაიწყო საჭიროება ბევრი მასის, დიდი რაოდენობის ადამიანების, ვთქვათ, შეზღუდვის. ძალიან მარტივად ვთქვათ, შეზღუდვის. გარკვეული შეზღუდები დაუწესეთ საკუთარ თავებს, ესე ვთქვათ. მაგრამ უფრო სწორად თუ ვიტყვით, უფრო მართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ უბრალოდ ეს წესრიგი დაუწესეთ ცოტა ადამიანებმა, ჭკვიანმა ადამიანებმა, შეიძლება ითქვას, დანარჩენ ბოლოს უწესებს წესრიგს.
და პირველი მედროშე არის ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, და ძალიან ძლიერი სახელმწიფოს ინსტიტუტი, ზოგადად სახელმწიფოს ფენომენი. როდესაც ადამიანებში გაჩნდა ესეთი აღქმა, რომ სახელმწიფოებრივად ფიქრი, რაღაცნაირად შემოსაზღვრეთ ტერიტორიები და ერთმანეთთან მსგავსმა და ერთად მცხოვრებ ადამიანებმა დაუწყეთ საკუთარი თავის დაცვა და წესრიგების შექმნა, ჩამოიყალიბდა სახელმწიფოები, ესეც არ არის შეიძლება ცალსახად ცუდი ამბავი და დღესაც ჩვენ ამ წესრიგით ცხოვრობთ მოიხსენებათ, მაგრამ სახელმწიფოებმა გააჩინა, ასე ვთქვათ, შეზღუდვები. და შეზღუდვა შეიძლება ყოფილიყო ძალიან ბევრნაირი და კიდევ ერთხელ გეუბნებით, საბოლოო ჯამში ეს ყოველთვის იყო დამოკიდებული, მით უმეტეს ადრე, როცა რაღაცა ესეთი ტირანული ეპოქები იყო, ხო, ბატონყმობის და ბატონყმობაზე კიდევ უფრო ვარესი ან ერთი ადამიანის გადასაწყვეტი იყო ყოველთვის მკაცრად ზოგადად დანარჩენი წესრიგი. და მეტწილად ეს წესრიგი კი იყო გარკვეულწილად ადამიანების გამოძახილიც, მაგრამ ეს წესრიგი მეტწილად დამოკიდებული იყო ამ ადამიანების ხასიათზე და რაღაცნაირად იდეებზე და ცხოვრებისეულ აღქმებზე. რამდენადაც შორს წავიდოდა წესრიგის დამყარებელი, იმდენად შეიძლება შორს წასულიყო ჩვეულებრივი ადამიანების შეზღუდვები. მოხდა ისე, რომ მთელი კაცობრიობა ვერ ჩამოყალიბდა რაღაცა ერთ კონკრეტულ წესებზე და ვერ ჩამოყალიბდა რაღაცა იმ ზღვარზე, რა შეზღუდვები არის მართლაც საჭირო კაცობრიობისთვის და რა შეზღუდვები არა, აი ეს არის ყოველთვის განჯის საგანი და დისკუსიის თემა. მეორე, ასე ვთქვათ, მთავარი მედროშე და იდეოლოგიური ძალიან დიდი ფენომენი არის, ასე ვთქვათ, რელიგია. რელიგიაც ადამიანის ცხოვრებაში, კაცობრიობის ცხოვრებაში არ ასრულებს, რა თქმა უნდა, ცუდ როლს, არ იყო იდეა ამის ცალსახად ცუდი და რა თქმა უნდა, რელიგია ემსახურებოდა ადამიანის მორალურ თუ რაღაცას კანონით ფურცლზე ვერ ავსახავთ, რელიგია უფრო მოქნილია ამ ამბავში და უფრო შორს მიდის. ამიტომაც რელიგია აწუდის ასე მოწესრიგებულ დოგმატურ სისტემას, თუ როგორ უნდა უყურო ცხოვრებას, როგორ უნდა აღიქვა სამყარო ადამიანს, თუმცა რელიგიებიც გარკვეულწილად ეუბნება ადამიანს, ზოგადად რელიგიების დამახასიათებელი თვისება და ნიშანი ის არის, რომ ანუ ადამიანში, ასე ვთქვათ, ავითარებს ასეთ იდეას, რომ ყველაფერი აბსოლუტურად არის ღვთის ნება, ღმერთის ნება, რაღაც ძალის, რომლის, ასე ვთქვათ, ქმნილებები ვართ ჩვენ და მთელი სამყარო და რა თქმა უნდა, საერთოდ ყველაფერი შეუძლია ღმერთს, ყოვლის შემძლია, მან ასევე ყველაფერი იცის, ყველაფრის განჭვრა შეუძლია და მეტიც, ანუ სინამდვილეში უმეტეს რელიგიებში ამბობენ, რომ ეს ნაწინასწარმეტყველებია ზოგადად მთელი ეს ციკლი სიცოცხლის და რაც მომავალში მოხდება, ესეც ასე ვთქვათ, ღმერთმა იცის, რა თქმა უნდა, რასაც ვაკეთებთ, ანუ ყველა მოვლენა, რომელიც თვითონ ამ ღმერთის შექმნილი სამყაროს რაღაც მისი დაწერილი კოდის ფარგლებშია მოქცეული, ასევე მისი ნება. და ეს ასე ვთქვათ არის მეორე და ზოგადად არის ხო ჩვენ კულტურაში ზოგადად ვთქვათ რელიგიებში ზოგადად პირდაპირ მორჩილების მოწოდება და მორჩილების იდეა, რომ რაღაცა რიტუალებშიც გამოიხატება ხო, ვიჩოქებთ რაღაცნაირად ღვთის წინაშე და მონახთისა და შემდეგ. ანუ ესეც არის გარკვეულწილად ადამიანის შეზღუდვა, რომ ეს ცოდვები რაღაც რელიგიური ტერმინია, მაგრამ ეს ამ ცოდვებს ეწოდება რაღაც შეცდომები ალბათ, ხო? ну აი რელიგიაც ასე ვთქვათ მოგვიწოდებს და გვიკრძალავს და პლუს ჯის კიდეც გვემუქრება შეცდომების დაშვების გამო. ანუ გვიკრძალავს შეცდომებს, როგორც ასე სახელმწიფოც, ხო? გარკვეულწილად. ეს ორი ასპექტი, ეს ორი ფენომენი არის, ასე ვთქვათ, კაცობრიობის ცხოვრებაში შემოჭრილი შემზღუდავ და არ ვამბობ, რომ სუდია ცალსახად დაუშვათ, რომ ადამიანს იდეა, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად არ იყო საჭირო
ალბათ საჭიროებამ გამოიწვია ამ იდეის დაბადება ადამიანში და ასეთ წესრიგი შექმნა. მაგაზე თუ კონცენტრირდებით შორწაულობას ეგ საუბარი და რა ვიცი, თქვენ დაგიტოვებთ მაგას, იფიქრეთ ამაზე, თუ საერთოდ რამ შექმნა ესეთი წესრიგის мотиваცია და ზოგადად რამ შექმნა რელიგია თუნდაც, ну იმ ფაქტორს უარაბებთ, თუ ხდებით, აი თუ მაგას მისტიკურად თუ ვილაპარაკებთ ისე ფილოსოფიურად და შემდეგ, არ ეწყინება რელიგიურ ადამიანებს, იმედი მაქვს, რადგან მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ზოგადად რელიგიებსაც, რელიგიურ ადამიანებს, განსაკუთრებით ქრისტიანებს და ასე შემდეგ, მაგრამ ხო თუ ფილოსოფიურად შევხედავთ ამ ამბავს, შეგვიძლია ცოტა ვისაუბროთ, ხო, რაღაცა სხვა იდეებს. ეს ორი ამბავია. და მოდი ახლა გადავიდეთ თვითონ თავისუფლების მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, კაცობრიობის განვითარების ეტაპზე. რა არის თავისუფლება და რატომ ჭირდება ადამიანს იყოს თავისუფალი და საერთოდ შეგვიძლია კი ვიყოთ თავისუფლები თუ ეს სამყარო მართლაც განსაზღვრულია, როგორც გითხარით, ღმერთის ან რაიმე ძალის ხელით და მხრიდან. თუ ღმერთი, ასე ვთქვათ, თუ ეს სამყარო განსაზღვრულია და თუ ღმერთის ნების ფარგლებშია ყველაფერი, მაშინ რა არის ადამიანის როლი? ხვდებით, აი, მაშინ ადამიანი არ არის ავტონომიური და მაშინ რა არის ადამიანის როლი? თუ ეს ყველაფერი ნაწილაკი, თუ ეს რაღაც კოდის ნაწილია, მე ხო ამ კოდის ფარგლებს გარეთ ვერ გავალ. მე ხო ამ კოდის წინააღმდეგ ვერ წავალ, ანუ ეს ხო რაღაცნაირად განსაზღვრული სამყაროა. მეც განსაზღვრული ვარ და მაშინ არ შემიძლია ჩემი ბედის წერა შევცვალო და რაღაცნაირად სიცრუეს ემსგავსება ჩემი აქტივობა ამ სამყაროში. და სწორედ ეს არის მთავარი ამბავი, რაც ჩემში ზღუდავს თავისუფლებას და ავიწროვებს, ესე ვთქვათ, არეალს და კი როგორც სახელმწიფო, ასევე რელიგია გარკვეულწილად ადამიანში თავისუფლების ზომას ამცირებს. სწორედ ამისკენ არის მიმართული, იმიტომ რომ ადამიანის კონტროლი და მე გითხარით რომ ეს იყო მთავარი ამბავი და მიზანი რომ რაღაც ადამიანების ჯგუფს ეკონტროლებინა მეორე ადამიანები, ადამიანის კონტროლი გაცილებით უფრო მარტივია, როცა მასში თავისუფლების ეს დონე დაბალია. და მიზანიც ეს იყო და შედეგიც ასეთი დადგა კი ბატონო. რაც შეეხება თავისუფლების მნიშვნელობას, ხო, რატო უნდა ვიყოთ და უშუალოდ თავისუფლები და რატო ჭირდება კაცობრიობას თავისუფლება სასიცოცხლოდ. იმიტომაც რომ ადამიანი ზოგადად არის ემპირიული არსება, ანუ ადამიანი ცხოვრობს, ადამიანი ვითარდება თავის გამოცდილებების შედეგად. შეუძლია ადამიანს ყოველთვის წინასწარ წარმოიდგინოს სწორი გზა და ამ სწორ გზაზე შეცდომების გარეშე, ასე ვთქვათ, იაროს. შეცდომები სინამდვილეში, როგორც გითხარით, იგივე ცოდვები, რელიგიურ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, არის ერთადერთი წყარო განვითარებისა და სიკეთის, რადგან შეცდომა არის ის აუცილებელი, სასიცოცხლოს აუცილებელი გამოცდილება, რომელიც გვაძლევს мотиваციას, რომ დავიწყოთ სხვა გზების ძიება სურვილის შედეგის მისაღწევად, ასე ვთქვათ, საკუთარი სურვილის ასასრულებლად. ვინაიდან რადგან ჩვენ გვაქვს მოთხოვნილებები, ადამიანს გვაქვს სურვილები, გვაქვს სიცოცხლის, ვილაჩენის, რაღაცნაირად კომფორტის, განვითარების სურვილი, ფიქრობთ როგორც ინდივიდუალურად, ასე რაღაცნაირად ამ როგორც კაცობრიობა ფიქრობს ადამიანი, რომ ერთადერთი რაღაცა თუნდაც გადარჩენის გზა არის განვითარებისკენ სვლა და სწრაფვა. და ამასთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული თავისუფლების განცდა ადამიანში და სურვილი. როგორც გითხარით, აუცილებელი არის ხშირ შემთხვევაში რომ დაუშვათ შეცდომა, რომ შემდეგ ვიპოვოთ სწორი გზები ამ დაშვებული შეცდომის შემდეგ და მივახციოთ, ასე ვთქვათ, საწადებს და დავდოთ სასურველი შედეგი. როგორც ადამიანებმა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ზოგადად კაცობრიობადაც. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ დიდი იდეა, რომელიც დაიბადა გენიოსების თავებში, ფარდობითობის თეორიით დაწყებული რაღაც მენდელევის სისტემით დამთავრებული, მოხდა არა ესე ერთი ხელის მოსმით, არამედ რაღაცნაირად ბევრი ცდის, ბევრი შეცდომის, დაშვებული შეცდომის, არასწორი პასუხების
შემდეგ. ასე რომ თავისუფლება არის როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე ზოგადად ძალიან რაღაც აუცილებელი ადამიანისთვის მორალური თვალსაზრისითაც ყველაზე გამართლებული ცხოვრების სტილი არის ჩემი აზრით იყო თავისუფალი. რადგან თავისუფლება ასევე დაკავშირებულია პასუხისმგებლობებთან, ანუ თავისუფალი ადამიანი არის თავისუფლებისკენ სწრაფად უარსებობს ადამიანში, ის ასე ვთქვათ იაზრებს საკუთარ ავტონომიურობას და საკუთარ დამოუკიდებლობას. და ის არასოდეს არ ელოდება, ასე ვთქვათ, სხვა ირგვლივ მომხდარ პროცესებს ან სხვა ადამიანებს შედეგის მისაღწევად, ის აბსოლუტურად დამოკიდებულია საკუთარ თავზე, მეტად დამოკიდებულია საკუთარ თავზე და მეტად ორიენტირებულია საკუთარ შესაძლებლობებზე და არა რაღაც ბედის წერაზე ან ღვთის საჩუქარზე ან დაუშვათ სხვა ადამიანების დახმარებაზე. და შეიძლება პასუხისმგებლობა საკმაოდ მტკივნეულია რიგ შემთხვევაში და კი ასე ცხოვრება არ არის მარტივი, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ გვინდა რომ აბსურდული რეალობა, ტყუილი რეალობა ავიდიდოთ თავიდან და რაც არ უნდა ასე ვთქვათ სუსხიანი იყოს ეს გზა, მაინც შობია, ასე ვთქვათ, ერთხელ ბოძებულ სიცოცხლეში ჩემი აზრით რეალობას გავუსწოროთ თვალი და არ ვიცხოვროთ აბსურდში. არ ვიცხოვროთ რაღაცნაირად ბედის წერის იმედზე, ბევრად ჩემი აზრით მარტივი მისახვედრია, რომ გაცილებით უფრო მეტი კოზირი გყავს ხელში, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებზე ხარ ორიენტირებული. ეს მე გიჩენს мотиваციას რომ განვითარდე, იმიტომ რომ ხო, ანუ საკუთარ შესაძლებლობებზე დამოკიდებული ადამიანებს ამ შესაძლებლობების განვითარების და სრულყოფის გაცილებით დიდი мотиваცია აქვს, ვიდრე ასე ვთქვათ პარაზიტად ქცეული ადამიანებისთვის, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარ დამოუკიდებლობაზე, იმის იმედად, რომ ასე ვთქვათ არ მოუწევთ რეალობაზე თვალის გასწორება ცხოვრებაში. და იგივენაირად საზოგადოებაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უფრო პასუხისმგებლიანი და უფრო ჯანსაღი თუ ის ასე ვთქვათ მიისწრაფვის თავისუფლებისკენ. უცნაურად გამოიყურება ეს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ადამიანს არ ჭირდება თავისუფლება ან ცოტა თავისუფლება ჭირდება ან რაღაც. და როგორც გითხარით, ეს შემდეგ ითარგმნება სხვადასხვა კანონებში, წესრიგებში და ასე შემდეგ და ზოგადად ადამიანის აღქმაში და სხვა შემდეგ ეს ადამიანები ცდილობენ, რომ რა თქმა უნდა ეს წესრიგი მოახვიონ თავს დანარჩენ ადამიანებს და საბოლოოდ ძალიან ბევრი ადგილი არსებობს ამ პლანეტაზე, სადაც ცხოვრობენ ისეთი წესრიგით, სადაც ფიქრობენ, რომ ადამიანს არ ჭირდება მიისწრაფოდეს თავისუფლებისკენ. და ზოგადად ადამიანი არ უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ის უშვებს, ის არის ცოდვილი არსება, ის უშვებს შეცდომებს და ეს ძალიან ცუდია. შეცდომები ცუდია. ზოგს ასევე ესმის, რომ ხო, როგორ მიმდინარეობს ზოგადად თავისუფლების დემონიზება, ზოგს ასევე ესმის, რომ თავისუფლება არის აკეთო ყველაფერი, რაც გინდა. თავისუფლება არის აკეთო ყველაფერი, რაც გინდა. თავისუფლება არის რაც მოგშვიდება აიღო, საჭმელი შეჭამო, თუნდაც საჭმელი სხვა შეგხვდა და ასე შემდეგ და აი აბსოლუტური რაღაც ეს არის. არაადეკვატურობა მიაჩნია თავისუფლებას. შემიძლია ასე არ არის პირიქით თავისუფალი საზოგადოება. თავისუფალი საზოგადოება არის ყველაზე, როგორც გითხარით, ყველაზე ასე ვთქვათ, მოწესრიგებული საზოგადოება, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ, ერთად ვცხოვრობთ, სოციალური არსებები ვართ, ერთმანეთთან ურთიერთობთ და რა თქმა უნდა, თუ მინდა რომ იყოს დაცული ჩემი თავისუფლება, მე უნდა ვიაზრებდე იმას, რომ ასევე უნდა იყოს სხვა ადამიანის თავისუფლებაც დაცული
და უნდა არსებობდეს ეს ბალანსი, იმიტომ რომ თუ ჩემთვის არის რაღაც თავისუფლება, ასეთი სხვა ადამიანსაც აქვს უფლება იყოს თავისუფალი და თუ ჩემი თავისუფლება კვეთს მისას, ასე ვთქვათ, იქ სრულდება ზოგადად ჩემი თავისუფლება, რადგან თუ ასეთ წესრიგით ვიცხოვრებთ, მე ვიაზრებ, რომ ვიღაც ხვალ ვიღაც სხვა გადმოკვეთს უკვე ჩემს თავისუფლებას, ამიტომაც შედეგი ნებისმიერი ჩვენგანისთვის იქნება უარყოფითი და ცუდი. ამიტომაც თავისუფალი საზოგადოება პირიქით ყველაზე მეტად ცემს პატივს ერთმანეთის თავისუფლებებს, ადამიანები, ინდივიდები ერთმანეთის თავისუფლებებს და როგორც ეს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე წესრიგის მოყვარული, ყველაზე პასუხისმგებლიანი ის საზოგადოებაა, სადაც ფიქრობენ, რომ ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს თავისუფლებას. ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ის უშვებს შეცდომებს. თუმცა როგორც გითხარით, ეს შეცდომებიც არა თუ ცუდი და რაღაცნაირად სამარცხვინო, არამედ პირიქით ერთადერთი წყაროა, რომ განვითარდეთ და ვიპოვოთ უკეთესი, ასე ვთქვათ, მეთოდები და გზები ჩვენი სურვილების ასასრულებლად. როგორც გითხარით, ეს ასთა სხვადასხვაობა აისახა ჩვენ ცხოვრებაზე, ადამიანების ცხოვრებაზე, განსაკუთრებით პოლიტიკურ ცხოვრებაზე და ის იდეები, რომელიც ასე ვთქვათ, გამოძახილია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანი თავისუფალი არ უნდა იყოს, წარმოდგენილია დღეს სხვა მემარცხენე, სოციალისტურ იდეებად, ჩვენ გვახსოვს კომუნიზმი, გვახსოვს და კომუნიზმის აღსრულება არც უნდა დღესაც არსებობს კომუნიზმი, რა თქმა უნდა. ეს სხვადასხვა სახით ჩნდება ეს იდეები საზოგადოებაში და საკმაოდ პოპულარობითაც სარგებლობს, რაც არ უნდა უცნაურად არ გამოიყურებოდეს. და მოდი და მეორე მხარე, რომელიც ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფალი და პირიქით მეტის აუცილებელია რომ იყოს თავისუფალი, წარმოდგენილია ლიბერალური ლიბერტარიანული იდეებით. სხვადასხვა ჩვენ ქვეყანაში ძალიან დემონიზებულია ეს სიტყვა, გულისხმობ ლიბერალიზმს, ძალიან დემონიზებულია და ამას აქვს თავისი მიზეზები და ეს არ არის გასაკვირი. ამიტომ საერთოდ მინდა, რა თქმა უნდა, პოდკასტის დასასრულს, რომ ჩვენს რეალობაზე ვისაუბრო, იმიტომ რომ მთავარი мотиваცია ამ პოდკასტების კეთების მაინც არის ჩვენი კულტურა, ჩვენი წესრიგი, ჩვენი გამოწვევები. ამიტომაც მოდი ახლა განვიხილოთ უფრო ჩვენს ქართულ რეალობაში რა გზა გავიარეთ. რამდენად თავისუფლები ვიყავით და ის რომ მემარცხენე იდეებს და იდეას რომ ადამიანმა არ უნდა დაუშვა შეცდომები, როგორი ესე ვთქვათ გამოვლინება აქვს საქართველოში, რამდენად პოპულარულია ეს. რამდენადაც ცუდი მოსასმენი არ უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის სავარაუდოდ, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, ჩვენს ასე ვთქვათ ქართველებს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას თითქმის არასოდეს არ უცხოვრია, ალბათ არასოდეს არ უცხოვრია, ასე ვთქვათ, თავისუფალ წესრიგში, იმ წესრიგში, სადაც ადამიანები, რომლებიც მართავდნენ, არ ფიქრობდნენ, რომ ყოველთვის ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ საზოგადოებას მართავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ადამიანი არ უნდა იყოს თავისუფალი. თუ წუხნაწასულში წავალთ, ეს იყო მეფობის, რაღაცა დინასტიების მმართველობები, ბატონყმობის პერიოდი, სადაც რა თქმა უნდა, ადამიანის თავისუფლება იყო ძალიან დაბალ დონეზე და უფრო აქეთ განვიხილოთ ახლო წარსული, სადაც უკანასკნელი 300 წელი ალბათ რაღაც ვართ მე სხვა ქვეყნის, სხვა კულტურის სხვა ადამიანების, მოსული ადამიანების წესრიგში და ეს არის მკაცრად შეზღუდული წესრიგი, არის მეფის რუსეთის რაღაცა მონობის ქვეშ და შემდეგ ვართ კომუნიზმის 70-წლიანი დაახლოებით მონობის ქვეშ. და ამან გამოიწვია ის, რომ ეს იყო რაღაცა ძალიან მკაცრი, უხეში რადიკალური მმართველობის სისტემები და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების ამხრივ
საკმაოდ დეგრადაცია. ჩვენ საზოგადოებაში არ არის ის აზრი პოპულარული, რომ ადამიანები იუშვებენ შეცდომებს, თუმცა ისინი აუცილებელია იყვნენ თავისუფლები. და მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირში არ შეგაწყენთ მაგას ისტორიებით საუბარ, ყველამ ვიცით რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში. ეს იმდენად შორს წავიდნენ, ანუ ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგ იყვნენ თავისუფალი ადამიანის, რომ საბოლოო ჯამში ადამიანები ვერ უსმენდნენ ისეთ მუსიკას, რომელიც მათ მოსწონდათ, ან ვერ ამბობდნენ იმას, რაც ის თქმაც მათ სურდათ. და ამას მხოლოდ კვლევობებით და დასჯით ვერ გააკეთებდი, აუცილებელი იყო რაღაც იდეოლოგიური დანამატები და იყო ეს იდეოლოგიური დანამატები, ამას მოახდინა დემონიზება ამ ფენომენის. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც საკმაოდ დემონიზებულია თავისუფლება. იდეა, რომ ადამიანი არ უნდა იყოს თავისუფალი, იჭრება, ესე ვთქვათ, ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენს უფლებებში საკმაოდ აბსურდული რაღაცა სახით. მათ შორის ეს იდეები უკვე ტრანსფორმდა კანონებად და ეს კანონები ხშირად უკრძალავს ადამიანებს დაუშვათ გაცვალონ ერთმანეთში რაღაც ისე როგორც მათ სურთ. როდესაც ორივე კმაყოფილია, თუმცა მოდის მესამე პირი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო, რომელიც ამ ადამიანებს ეუბნებათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ორი დასული ადამიანი ხართ და გინდათ რომ ერთმანეთში რაღაც გაცვალოთ და სრულიად თანახმა ხართ ორივე ამაზე, მაინც არ შეიძლება ეს და მოდი მე გიწესებთ წესებს და მე რო გეტყვით, ისე შეგიძლიათ ერთმანეთში მხოლოდ რაღაც გაცვალოთ. ეს არ თულებს, ასე ვთქვათ, ადამიანებს შორის თავისუფალ ურთიერთობას, თავისუფალ რაღაცებს გაცვლას სურვილს, რადგან იქნებ რაღაცა მე შენ რაღაც მომწონს, ის შენ ჩემი და მოდი ერთმანეთს რაღაც ვცვლით. ეს არ თულებს, ასე ვთქვათ, ადამიანებს ურთიერთობებს და აფერხებს ასე ვთქვათ, ამ პროცესს, რომელიც შემდეგ აისახება ეკონომიკურ პრობლემებში და ზოგადად სიღარიბეში. ასევე ადამიანებს ეს იდეა, რომ ადამიანები არ უნდა იყოს თავისუფალი, ხშირად როგორც გითხარით, როგორ რადიკალური ფორმები ქონდა, ხშირად ადამიანს ხელს უშლის იცხოვროს ისე, როგორც მას სურს, მიუხედავად იმისა, რომ ის არაფერს არ უშავებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, არ ძალადობს. ანუ ეს იდეები იქამდეც კი მიდის, რომ ადამიანს არ აქვს გამოხატვის სიტყვის თავისუფლების უფლებები, ანუ ადამიანს არ აქვს და საზოგადოებას არ აქვს, ასე ვთქვათ, იყოს მარტივად ძალიან ადამიანურ ენაზე თუ დავიყვანთ ამას, საზოგადოებას არ აქვს უფლება იყოს გულწრფელი. ანუ ადამიანს არ აქვს, ან რეალობა არის ისეთი, რომ ადამიანს ეკრძალება გულწრფელობა. ანუ იმის კეთება, რაც სურს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ კვეთს სხვა ადამიანების თავისუფლებას. და არ ზღუდავს, ასე ვთქვათ. და ესეც საზოგადოება შემდეგ მიდის დეგრადაციისკენ, რადგან აუცილებელია, რომ საკუთარ თავად ყოფნა შეგეძლოს, აუცილებელია, რომ შეგეძლოს იყოს გულწრფელი, რო განვითარდე. პირველ რიგში რაღაცნაირად კრიტიკული აზროვნება ჩამოგიყალიბდეს, ხო? ესეთი მიდგომა წესრიგისადმი, ესეთი მიდგომა საზოგადოებისადმი, საზოგადოებიდან ესეთი მიდგომა, საზოგადოების მხრიდან ესეთი მიდგომა თავისუფლების მიმართ აფერხებს, რა თქმა უნდა, ადამიანში ამ რაღაცა განვითარებისკენ სწრაფას. იმიტომაც სწორედ ეს არის, როგორც გითხარით, მიზანი მმართველების, რომ ნაკლებად კრიტიკულად მოაზროვნენ, ნაკლებად ესე ვთქვათ, მოაზროვნენ, ნაკლებად თავისუფლების მიმართ სწრაფი საზოგადოება ჭირდება. რადგან იმ საზოგადოების მართვა გაცილებით მარტივია, რომელიც ფიქრობს, რომ ხომ არ უნდა იყოს თავისუფალი. ეს ითარგმნება ასევე ერთ მთავარ მომენტში, აქაც გაყოფილია აზრი, რომ ჩვენ ადამიანებს არ გვეკუთვნის, ასე ვთქვათ, საკუთარი სხეული. ანუ ადამიანს არ ეკუთვნის საკუთარი სხეული. თუ ადამიანს არ ეკუთვნის საკუთარი სხეული, მას გამოდის, რომ მას არ აქვს უფლება საკუთარ სხეულს ისე მოექცეს, როგორც მას სურს და ეს ყველაფერი მიდის უკვე იქამდე, რომ ადამიანს იკრძალება დაუშვათ ჭამოს რაც სურს, ან მიიღოს რაც მას სურს.
ადამიანს ეკრძალება, ესე ვთქვათ, ფლობდეს საკუთარ სხეულს. დავიწყეთ იქიდან, რომ ადამიანს ეკრძალება, ორ ადამიანს ეკრძალება, ისეთი ურთიერთობა გქონდეს, როგორც ამ ორ ადამიანს სურს. მიუხედავად იმისა, რომ არც ეს არაფერი არ წინს და არც ერთი არ არის უკმაყოფილო ამ ურთიერთობით, თუმცა მაინც მოდის მესამე პირი და ამ ურთიერთობას უცვლის. მეორე ამბავი იყო, რომ არ შეგიძლია იყოს საკუთარი თავი, ესე ვთქვათ, ფილოსოფიურად, სამხედველობით, დაზროვნებით, რადგან მანდაც ცენზურა აქვს, იმიტომ რომ შენ შეიძლება გახდეს საფრთხე, და ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და ცენზურების გამოხატულება. და მესამე ამბავი, შენ არ შეგიძლია ფლობდე საკუთარ სხეულს. რადგან შენ მას რაღაცას დაუშავებ. შენ რაღაცა მოწევ მარიხუანას, შენ ხო ხდები და ამიტომაც დაგიჭერე ხო. აი ესეც წესრიგამდე მიდის, სწორედ მემარცხენე იდეები და ეს ერთის მხრივ და საერთოდ და საბოლოო ჯამში როგორ აისახება შემდეგ ეს ადამიანის ცხოვრებაზე, ერთის მხრივ ის ღარიბდება და მეორე მხრივ ის ვერ ვითარდება ინტელექტუალურად და ზოგადად და მესამე მხრივ ის როგორ ვთქვა, მარტივად რო ვთქვათ, ვერ кайფობს ცხოვრებით, იმიტომ რომ ვერ кайფს იწვევს, кайფს ცუდი გაგებით არ რაღაც, ვერ სიამოვნებას ვერ იღებს ცხოვრებისგან, იმიტომ რომ სიამოვნებები ეს რაღაც დაკავშირებულია ჩვენს სხეულის ფლობასთან, ჩვენ რაღაცა უფლება უნდა გქონდეს, რომ საკუთარ სხეულს ფლობდეთ და ისე მოვექცეთ საკუთარ სხეულს, როგორც გსურს, ისე მოვექცეთ საკუთარ სულს, როგორც გსურს. და ისე მოვექცეთ საკუთარ ურთიერთობებს, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, თუ მეორე ადამიანი არ ზარალდება ამით, რა თქმა უნდა. ამიტომაც ჩემი აზრით ეს არის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, არა მარტო ქართველები, ადამიანები ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების გესწრაფვა ყოველთვის იჩაგრებოდა და იდევნებოდა და ეს არ არის ადვილი გზა და ეს არის ძალიან რთული, ზოგადად ჩემთვის საყვარელი და მე ძალიან მიყვარს თავისუფლების გავრცელების იდეა, ჩემთვის ძალიან სახალისოც არის და ძალიან კარგი, მაგრამ ზოგადად ეს ძალიან რთულია და ადამიანები ამის გამო ძალიან ისჯებოდნენ ისტორიულად, ყველაზე თუნდაც ძალიან ბევრი სისხლია დაღვრილი თავისუფალი ადამიანების, ყველაზე მეტი სისხლი ალბათ თავისუფალი ადამიანების არის დაღვრილი კაცობრიობის ისტორიაში. და ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ თავისუფლება არ არის ადამიანის თავარი ღირებულება, ის ადამიანები ესე ვთქვათ, მოწყალოდ გვიდნენ თავისუფლების მოყვარული ადამიანების სისხლს, რადგან მათ ეშინიათ თავისუფლების, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანი არ არის მარტივად სამართავი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ეს ცუდია. პირიქით, კაცობრიობა მაშინ გახდება უკეთესი და ასე ვთქვათ, კარგი, როდესაც მას ნაკლებად დაჭირდება მართვა. კაცობრიობა, რომელსაც მეტად ჭირდება მართვა, საზოგადოება, რომელსაც მეტად ჭირდება მართვა, საზოგადოებას, რომელსაც ჭირდება ბევრი კანონი, ბევრი შეზღუდვა, ის საზოგადოება არ არის კარგი, ის საზოგადოება ცუდია, ის საზოგადოება და ის რეალობა, რომელსაც ქმნის ეს მარწუხები, არის fake რეალობა და არ ადამიანის გულწრფელი გამოვლინება. ეს არის აბსურდი, რომელზეც გესაუბრეთ. და როგორც გითხარით, სადაც სრულდება თავისუფლება, სრულდება სული რომ იყო თავისუფალი, იქ იწყება აბსურდი. ამიტომაც, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, რასაც ჩვენი საზოგადოება უნდა აკეთებდეს, უნდა იყოს ის, რომ ერთმანეთს ვაძლევდეთ თავისუფლების უფლებას და პირველ რიგში საკუთარ თავს ვეუბნებოდეთ, რომ დრო საკმარისია, რაც აბსურდში ცხოვრება, მოდი გავუსწოროთ რეალობას, სწორედ ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობები მაქსიმალურად და შეიძლება ეს იყოს საკმაოდ მტკივნეული რაღაც მომენტებში, მაგრამ ხო, მივიღოთ ისეთი სამყარო, როგორც არის, როგორც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, ასევე მეზე გაცილებით მეტი რამ არ ვიცით, ხო? ჩვენ აღვიქვით ეს სამყარო ძალიან საკმაოდ მასშტაბურად, მაგრამ არ ვიცით დაუშვათ როგორ შეიქმნა ის, არ ვიცით დაუშვათ როგორ ბევრი კითხვას ვერ ვცემთ პასუხს, თუმცა
ჩემი აზრით სწორედ ეს არის მთავარი მუღამი რაღაცნაირად ცხოვრების. მე ასე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უბრალოდ რელიგია მზამზარეულს გაძლევს ამაზე პასუხებს ხოლმე ერთმა შექმნა, ოკეი, შეუძლია ადამიანებს ასე იფიქრონ, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ნაკლებად მომხიბვლელია. პირადად ჩემთვის მომხიბვლელი ესეთი ცხოვრების მოდელია გაცილებით, რომ ეს სამყარო სპონტანურია და მეც შემიძლია რაღაცა შევცვალო ჩემი ბედისწერა და ჩემ აქტივობას დიახ, გონიერი არსებები ვართ და ჩვენს აქტივობას ამ სამყაროში აქვს იდეა, აქვს მომხიბვლელი იდეა და მნიშვნელობა და აზრი და მიუხედავად იმისა, რომ თავარ კითხვებს შეიძლება პასუხს ვერ ვცემთ, ჩვენ ვიცით, რომ თავარ კითხვებზე პასუხი არსებობს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ ვიცით, რომ სიმართლე არსებობს და ჩვენ ვიცით, რომ ხო, რაღაცნაირად შეიქმნა ეს სამყარო. ხო, პასუხები არის, მაგრამ უბრალოდ ჩვენ არ მივსულვართ იქ. და აი ეს გზა ფინიშამდე დღევანდელ ჩვენ სამყოფელიდან ფინიშამდე, ბოლო პასუხებამდე არის ძალიან საინტერესო, ძალიან მომხიბვლელი, ძალიან მაგარი. და ეს აძლევს სწორედ აზრს ცხოვრებას, ჩემი აზრით, და ეს მაძლევს მე პირადად მუღამს და აზრს, რომ ხო, აი, უნდა გავიგოთ რა ხდება, უნდა წავიდეთ წინ და უნდა განვითარდეთ. და თავისუფლების გარეშე ეს შეუძლებელია. ამიტომაც ერთადერთი სიკეთე, რაც შეიძლება ამდვილი სიკეთე ადამიანში აღმოაჩინო, ეს არის გულწრფელობის და თავისუფლების სურვილი. ამიტომაც ხო, ამას უნდა აკეთებდეს, ასე ვთქვათ, კაცობრიობა პირველ რიგში, მეტად თავისუფალი ხდებოდეს, იმიტომ რომ თავისუფალი საზოგადოება არის ერთადერთი ღირებული საზოგადოება, ჩემი აზრით, და თავისუფლება ერთადერთი მთავარი ღირებულება ადამიანში. რაც გვაქცევს ადამიანობა და შემდგომში ყველაფერი ღირებული, რაც შევქმნით, სწორედ ყველაფრის საძირკველი, ასე ვთქვათ, თავისუფლება იყო. და ამიტომაც გისურვებთ იყოთ მეტად თავისუფლები და გისურვებთ ასე გადავიაზროთ ჩვენი წარსული, ჩვენი აწყო და ასე ვთქვათ მივცეთ უფლება საკუთარ თავებს, რომ დაუშვათ შეცდომები, იმიტომ რომ ამ შეცდომების შემდეგ არის სწორი გზები, რომელიც მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე და სხვადასხვა სიკეთეებამდე. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი დღევანდელი პოდკასტი, მოგეწონათ. იმედი მაქვს თქვენს ხაზსაც დააფიქსირებთ კომენტარებში. მადლობა, შემდეგ პოდკასტამდე. გამოიწერეთ ჩემი არხი, რა თქმა უნდა, თუ გაინტერესებთ.